მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია, მე ჟურნალისტი ჯაბა ანენიძე ვარ. დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებზე აკეთებენ განმარტებას საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ცენტრში, ქალბატონი ნონა ეფაძე გახლავთ, რომელიც ამ ცენტრის დირექტორის მოადგილეა. ის ახლა გააკეთებს განცხადებას. დღეს როგორც ცნობილია, საკონტროლო მაღაზია დონას თანამშრომლებს დააფიქსირდა კორონავირუსი. კიდევ რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა, ან როგორია ეს სიტუაცია ეჭერაში, ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განმარტებას ახლა ქალბატონი ნონა. ამ დროისთვის როგორც ცნობილია, ქვეყანაში არ დაფიქსირებული 23 შემთხვევა. მოვსმინოთ ქალბატონ ნონას. გასული დღის განმავლობაში აჭარის რეგიონში გადასტურდა 6 ახალი შემთხვევა, აქედან 2 უკავშირდება საკარანტინო სივრცეს, ანუ უცხოეთიდან შემოტანილი შემთხვევა, 3 საბჭოთა მომენტის მძღოლი, ასევე უცხოეთის თავისუფლების რეფერირებული იყვნენ თავიანთ ქვეყანაში და მე-6 შემთხვევა ეს გახლავთ საკონტროლო ზონის თანამშრომელი, რომელიც რესპუბლიკურ ცენტრშია ეკუთვნება მიმდინარეობს სავარაუდო წყაროს დადგენას, მაგრამ პარალელურად უკვე გუშინ ღამევე დაიწყო აქტიურად კონტაქტების კვლევა, უკვე აღებული არის 50 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისათვის. დღესაც ამ დილიდან უნდა გრძელდება მისი ახლო კონტაქტების მოძიება და შესაბამისად კვლევა მათი რისკების განსაზღვრა. რაც შეეხება ზოგადად აი ამ საკონდიტროს მომხმარებლებს, აქვე მინდა დავამატო, თუ ვინმე ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა აი ამ აღნიშნულ დაწესებულებაში და უნდათ და საჭიროებს არის, რომ გადაამოწმოს თავიანთი დაავადების სტატუსი, შეუძლიათ მიმართონ უსიმპტომო შემთხვევებზე საუბარი, შეუძლიათ მიმართონ ქალაქში, ბათუმში არის 2 წერტილში კარვები, სადაც PCR ტესტირების შესაძლებლობა, ეს გახლავთ კორონავირუსთან და მეორე აჭარის სახთან. დღეს სხვა დღეებში ყოველთვის 6-დან 10 საათამდე გახლავთ აი ამ ნიმუშების აღება. დღეს ამ კარვებში დაიწყება უკვე სრულად გამიდება 4 საათიდან. მესამე კარავი მოგეხსენებათ გახლავთ ქობულეთში, რომელიც აქამდე იყო პარკის ტერიტორიაზე და დღეს გახლავთ გადატანების აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ხელობის საწვდომების სახლის და ქობულეთის კარავის ფუნქციონირებას დაიწყებს დღეს 2 საათი. 2? დონას კონსულტანტის ოჯახი. დასაკვირველია, განსაზღვრული არის ყველა მისი აი რა კონტაქტის მოძიებაც, მისი ინფორმაციით და სხვა ინფორმაციითაც დასაკვირველია შესაძლებელი იყო ყველა ახლო კონტაქტი განსაზღვრულია, მათ შორის თანამშრომლებიც, სანათესაოც და ასე შემდეგ მათ შორის მიმდინარეობს, იქნება ნაწილი რა თქმა უნდა კარანტინში პირობების მიხედვით, ნაწილი თვითიზოლაციაში, მათზე გაგრძელდება 12 დღე მეთვალყურეობა. სულ რამდენადმე მიმდინარეობს დაკვირვება? სულ 50-ია. 50 ნიმუში იყო გამევე აღებული. დღეს კიდევ მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა. ანუ წყარო არ არის დადასტურებული, ხო? არ არის დადასტურებული? წყარო არ არის ხო დადასტურებული? არო, ჯერჯერობით წყაროს მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ ვიტყვი, რომ თავარი ამ ეტაპზე ვიცით ვისმენთ რეკომენდაციებს ან სიტუაციას ვიცით ზოგადად ქვეყანაში, ამიტომ ჩვენი ძირითადი რეკომენდაცია ყოველთვის არის, რომ ყველამ დაიცვა შეხლების დაგვარად განსაკუთრებულ დახურულ სივრცეში, დაწესებულებებში, მაღაზიებში, კაფეებში და ასე შემდეგ, სხვებთან კონტაქტისას დისტანციით და ვიღავით თავად. ეს არის საუკეთესო საშუალება დაცვის. აქვე დავამატებ, გარდა იმისა, რომ ვინც იმყოფებიან სურვილი აქვს გადაამოწმოს თავისი მცირე სტატუსი კარვებში შეუძლიათ მიმართონ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში, ნებისმიერი აი ამ სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად როგორც დონასთან კავშირში მყოფებს, ასევე ისედაც თუ იმყოფის სიმპტომები გამოვლინდება, მიმართონ ცხელების ცენტრში. ანუ შესაძლოა მივიღოთ ახალი კლასტერი ბათუმის, ხო? ბათუმში ახალი შემთხვევის ეს გამოიწვევს ქალაქის ანუ და ბევრი კერაა. ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს ეს შემაკავებელი გავრცელების მხრივ. ზოგადად მთავარი არის დროულად მოხდეს კონტაქტების მოძიება, მათი კვლევა და ამის მიხედვით უკვე ეპიციტუაციის შეფასება. ამ კონტაქტების მოძიება რამდენად შესაძლებელია, იმიტომ რომ ის იყო კონსულტანტი, ხო, წინა ხაზზე მუშაობდა მაღაზიაში, ამ მაღაზიაში ბევრი მომხმარებელი შედის ყოველდღიურად. რამდენად შეიძლება ამ კონტაქტების ზუსტი დადგენა და მოძიება? ჩვენ იმიტომ მოვუწოდებთ ჩვენს მამურებას, რომ იმუნიზმობდა აი ამ აღნიშნულ დაწესებულებას ბოლო პერიოდში თვითონვე შეუძლიათ მიმართონ, რა თქმა უნდა,
ჩვენს ვაკეთებთ მათ მოძიებას სხვადასხვა გზებით, მაგრამ თვითონვე შეუძლიათ რომ მიმართონ აი ამ კამერებში და ჩაუტარდებათ მათ მისი ტესტირება. ამასთანავე დავამატებ, რომ აუცილებლად 2 კვირის განმავლობაში გააკეთოს საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგი, ტემპერატურის გაზრდა, ჩივილებზე დაკვირვება და შესაბამისად თუ კი რაიმე ჩივილი ექნება პირდაპირ ცხენების ცენტრში. ეს ხალი სად არის გადაყვანილი? შესაძლოა რომ ეს გახდეს განათლების მიზეზი, იმიტომ რომ ეს ინფუზირების ერა, ასე ვთქვათ, ბოლო დროს აჭარებში პირველ დაუწყოს კურსები არ ყოფილა ამდენი. ხომარ არის, ხომარ გახდება საჭირო. ისევ საკარეგინო რეჟიმი. გადავხედავთ იმ შემთხვევებში, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყო დარეგისტრირებული, მათ შორის სვანეთშიც. იქ სხვა სიტუაციები და რა თქმა უნდა რაღაც პერიოდი ჩაკეტვა და რაც შეეხება აჭარასთან და ბაქოს ჩაკეტვას ჩვენ ვიცით ქობულეთის შემთხვევებიც დატარებული იქნა აი ღონისძიებები მაქსიმალურად აი ამ პერიოდში გადამდებობის და საერთო პერიოდში უკვე ჩვენ კაფესთან ხავანასთან დაკავშირებული შემთხვევები აღარ გვაქვს ამ კერაზეც როგორც ვითხარი მიმდინარეობს ეპიკულების და კონტაქტების გამოვლენის სამუშაოები, რაც შეეხება გამკაცრებას ღონისძიებების, ეს ეპიციტუაციის მიხედვით ხდება შესაბამისი გადაწყვეტილება. სად არის გადაყვანილი? რაზეც კუნალობის რამდენია არის ეს მდგომარეობით არის 25 პაციენტი, გუშინ გაეწერა 4 პაციენტი. ეს ქალბატონის გადის კუნალობას სხვა ახალი შემთხვევების შესახებ რო გითხრათ, კიდე 5 შემთხვევა იყო, ხო ამ დონეს შემთხვევის გარდა დღეს ბათუმში. ორი გახდა კადრები. და 3 იყო სატვირთო ავტომობილის კამპანიის დროს აი რა რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული იგივე არის პროგრამები ხშირად კანდაკარი არის შეხვედრები ანუ ეს უნდა იყოს დახურულ სივრცეში თუ უნდა აი როგორი იქნება რეკომენდაცია რომელიც ვრცელდება ეხება ყველანაირი სახის აქტივობას ისევე როგორც დაწესებულებაში დახურულ სივრცეებში ნებისმიერმა პირმა როგორც თანამშრომელმა ასევე ვიზიტორმა აუცილებლად უნდა დაიცვას როგორც დისტანცია ისევე ნიღაბი უნდა გაიკეთოს ეს ვრცელდება ყველგან დახურულ სივრცეშიც ერთ-ერთი რაც მუშაობს არის დისტანცია ანუ ყველა სახის საქმიანობაც მოგზაურობაც და ასე შემდეგ სტუმრობა ყველაფერი უკავშირდება აი ამ რეკომენდაციების დასწრებას. ანუ ვინც სტუმრობდა დონას, ისინი ყველა დღე უნდა შემოწმდნენ, მივიდნენ თქვა იგივე კოლონადებთან ან აჭარული სახლის მიმდებარედ, იმიტომ რომ მეორე ან მესამე დღეს გამოვლინდეს, სხვა დღეებში გამოვლინდეს დაინფიცირება. მივიდნენ, ჩაიტარონ ტესტირება და ამ ეტაპზე შეაცვლონ მათი სტატუსი ჯანმრთელობის, ხოლო სხვა დღეებში გააკეთონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის თვითმონიტორინგი, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია არის თავის დაცვა სხვებისგან, ანუ დისტანცირება და შემდეგ, რა თქმა უნდა, განმეორებითი ტესტირებაც მათ ჩაუტარდება. ეს გააჩნია ინდივიდუალურად შესაძლებელი არის ბოლო კონტაქტის თარიღიდან მათთვის. სამი უცხოეთის მოქალაქეა ის ბრძოლი და გადაყვანილი ავტომობილის ბრძოლი, რომლებიც სამი არის ერთი ეს გოგონა. ისინი დაბრუნდნენ სხვა ორი კარანტინის სივრცე, რომელიც საზღვრის კვეთას უკავშირდება ჩვეულებრივ. კარანტინში იყვნენ? ისინი დაბრუნდნენ ანუ საკუთარ ქვეყანაში თუ ჩვენთან მოთავსდნენ. გადაყვანილი არიან თავიანთ ქვეყანაში. რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი? თურქეთი, ხო? რომლებიც მდგომარეობა მძიმე ხომ არ არის ამ დროისთვის, ვინც არის გათავისებული რესპუბლიკურში? ამ გოგოს სიცხეა აქვს ვინც დონეს თანამშრომელი. ტემპერატურა აქვს, ხო? ეს 50-მდე ადამიანი გაიტესტა რო გითხარით. ამას გარდა კონტაქტები ჯამში რამდენია მოძიებული? თუ ეს უკვე მოძიებული რაცაა ის გაიტესტა? ეს არის რაც უკვე აღებულია ნიმუში და ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები. და ნაწილის კვლევის პასუხი დღეს ბოლოს იქნება ცნობილი, ნაწილი ნუ ეტაპ-ეტაპ რა ნიმუშებიც იქნება აღებული და კონტაქტები განსაზღვრული, იმათი შესაბამისად ან გვიან ან ხვალდით.
ყალბინი ფაქტებიც. და 12 პაციენტს ქონდა პნევმონია, როგორც მახსოვს გუშინ. მათი მდგომარეობა როგორია? ხო არ დამძიმდა რომელიმე მდგომარეობა? მათი მდგომარეობა არ დამძიმებულა, სტაბილური გახლავთ. არ არის მძიმე პნევმონია. კარგი, დიდი მადლობა. ეს იყო ნონა ეფაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე. მან გააკეთა დღეს გამარტება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით აჭარაში. აქ მედიის წარმომადგენლები ვიმყოფებოდით. დღეს, როგორც ცნობილია, დაუდასტურდა კორონავირუსი საკონდიტრო მაღაზია დონას თანამშრომელს, კონსულტანტს, რომელიც წინა ხაზზე მუშაობდა და შესაბამისად რისკი დიდია, რომ შეიძლება იყოს ინფიცირებული ვინმე სხვა პირიც. როგორც ნონა ეფაძემ განაცხადა, უკვე 50 კონტაქტირებული პირი არის მოძიებული ამ დროისთვის, მათ ჩაუტარდა ტესტირება გუშინ ღამითვე, გუშინ ღამით აფიქსირდა ეს შემთხვევა და დღეს ბოლოს ან მაქსიმუმ ხალდილით იქნება უკვე ინფორმაცია ცნობილი არ თუ არა დონას თანამშრომლის შემდეგ ამ წყაროდან დაინფიცირებული ვინმე სხვა ადამიანი. ჯერჯერობით ამ დროისთვის არ არის წყარო უცნობი თუ საიდან რომელ წყაროს უკავშირდება ეს დონას შემთხვევა, საკონდიტრო მაღაზია დონა, ასე გულისხმობ, რომელსაც ორი მაღაზია აქვს ბათუმში, ამ დროისთვის უკვე დაკეტილია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე არსებული მაღაზია. აი გამოკრულია აბრაც, რომ მაღაზიამ თვითიზოლაციის მაღაზიის თანამშრომლები თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებიან და მუშაობა შეაჩერეს 14 სექტემბრამდე. ხოლო მაღაზიის მეორე ფილიალი, რომელიც გორგასალეს ქუჩაზე მდებარეობს, ის განაგრძობს მუშაობას. დღეს ბათუმში 1 სექტემბერს დაფიქსირდა ჯამში ბოლოს 4 საათის განმავლობაში 6 ახალი შემთხვევა და მათ შორის არის ერთ-ერთი სწორედ დონას მაღაზია დონას შემთხვევა. დანარჩენი შემთხვევები უკავშირდება საკარანტინო სივრცეს და ასევე 3 ტრაილერის მძღოლია. ისინი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ და დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში საკუთარი სურვილით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვინც იმყოფებოდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკონდიტრო მაღაზია დონაში, ამ რეკომენდაცია თუ მოწოდება შეიძლება ითქვას აუცილებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომ მათ უნდა გაიარონ ტესტირება კორონავირუსზე. უპასუხო ტესტირების გავლა არის შესაძლებელი ბათუმში 2 ლოკაციაზე, ეს არის ბათუმის ბულვარი კოლონადებთან, ასევე მეორე ადგილი გახლავთ აჭარულ სახლთან, არდაგნის ტბის მიმდებარედ, იქაც არის გაშლილი კარავი და ამ კარავში არის უპასუხო ტესტირება შესაძლებელი. ეს კარავში შეგიძლიათ მიხვიდეთ დღის 4 საათიდან, როგორც წესი წინა დღეებში მუშაობდნენ დღის 6 საათიდან, მაგრამ რადგანაც შეიძლება ძალიან ბევრი იყოს მსურველი, ვინც დონას სტუმრობდა ბოლო დღეების განმავლობაში, ამიტომაც დღეს და ამ დღეებში 4 საათიდან დაიწყებენ მუშაობას ამ კარავში და უპასუხო ტესტირების გავლით სწორედ ამ დროიდან იქნება შესაძლებელი. ძირითადად საღამო საათამდე მუშაობენ, მაგრამ ამ ცენტრში განმარტავენ, რომ შეიძლება დაამატონ სამუშაო საათები, თუ კი მსურველი იქნება უფრო მეტი. ნონა ეფაძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ ეს ერთჯერადი ტესტირება არ იქნება საკმარისი, რადგან შესაძლებელია პირველ, მეორე ან მესამე დღეს არ დაფიქსირდეს ვირუსი და დაფიქსირდეს შემდეგ დღეებში. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა იყვნენ იზოლირებული ეს ადამიანები, უნდა მოერიდონ სხვებთან კონტაქტს და როგორც კი დაუფიქსირდებათ რაიმე სიმპტომი, ყველა ან სიცხე, მათ უნდა მიმართონ COVID ცენტრს. რაც შეეხება მთლიანობაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, დღეს დაფიქსირდა 23 ახალი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით. ამ დროისთვის სტოპ-კოვ-ჯივის მონაცემებით დღეს 1 სექტემბრის მდგომარეობით 1510 შემთხვევა, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი. გამოჯანმრთელებულია 1253, გარდაიცვალა 19 ადამიანი COVID-19-ისგან და კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 ადამიანი. მოკლედ ეს იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ამ ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ გააკეთა განმარტება ჟურნალისტებთან დღეს ეპიდსიტუაციის მდგომარეობაზე აჭარაში, როგორც უკვე გითხარით და შემიძლია გაგემეოროთ, რომ დღეს აჭარაში დაფიქსირდა 6 ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი არის საკონდიტრო მაღაზია დონას თანამშრომელი კონსულტანტი, რომელიც ამ მაღაზიის წინა ხაზზე მუშაობდა, ეს არის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული ფილიალი. რაც შეეხება ქვეყანაში, სულ დაფიქსირდა 23 ახალი შემთხვევა, ხოლო დონას შემთხვევაში უკვე კონტაქტირებული 50 პირი არის გამოვლენილი, მათ ჩაუტარდა PCR ტესტირება და შედეგებს ელოდებიან დღის ბოლოსთვის. ხოლო მათ, ვინც იმყოფებოდა ამ მაღაზიაში დონაში, მათ მოუწოდებს ნონა ეფაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომ მიმართონ კარვებს, სადაც შესაძლებელია უფასო ტესტირება. ეს კარვები გაშლილია ბათუმის ბულვარში კოლონადებთან, ასევე არდაგნის ტბის
მიმდებარე დაჭარულ სახლთან და დღის 4 საათიდან არის შესაძლებელი უფასო ტესტირება. ტესტირების პასუხი დაახლოებით 24 საათში გახდება ცნობილი. მოკლედ ასეთ მდგომარეობა ამ დროისთვის შეგიძლიათ დარჩეთ ჩვენს არხზე ბათუმელები G, ნეტგაზეთი G და მიიღოთ განახილებული ახალი და სანდო ინფორმაცია. დიდი მადლობა რომ ვიყურეთ დროებით.